ჩვენი გზავნილი მკაფიოა, ყველა უსამართლოდ დაატყვევებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. სწორედ ასეთი იყო ანიტა ჰიპერის სიტყვები. მან შეშფოთება გამოთქვა ელენე ხოშტარიას ციხეში წელიწად ნახევრით გაშვების გამო და თქვა, რომ ეს ყველაფერი ანტიდემოკრატიული შეფერილობის არის. მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ქართული ოცნება. დასავლეთმა ჩვენი ქვეყნის პარტნიორები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი და კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო, რომ მან ფლომასტრით გააკეთა წინასაარჩევნო ბანერზე კახი კალაძის ბანერზე წარწერა. დაპატიმრება არის ძალიან დიდი შეცდომა არაერთი თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და დასავლელი პარტნიორები ამბობენ იმასაც, რომ აკვირდებიან ყველა იმ პროცესსა თუ მოვლენას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ამიტომ მათი გზავნილები ყოველ ჯერზე უფრო კრიტიკულია. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული პოლიტიკა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ და უნდა გაატაროს ზომები, რომელიც უფრო მეტად დემოკრატიული იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიასთვის 18 თვიანი პატიმრობის მისჯა არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უწყვეტ რეპრესიებს დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენი გზავნილი მკაფიოა, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ელენე ხოშტარიას დაკავება დიდი ჯაჭვის მცირე რგოლიდან ნაწილი რომ არის, ამჩნევენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ მათ შორის საქართველოშიც არაერთგზის დადასტურდა. განსაკუთრებით მტკიცედ და კრიტიკულად საუბრობს ამ თემაზე ელენე ხოშტარიას ოჯახი. დღეს ირინა გუნცაძემ, რომელიც არის პოლიტპატიმარი ელენე ხოშტარიას დედა და სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძის დეიდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისმა ოჯახმა ძალიან დიდი რეპრესიები გამოსცადა საკუთარ თავზე, თუმცა მიუხედავად ამისა არ გატყდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისიც, რომ ელენე ხოშტარია თავად არ მანიპულირებს არც საკუთარი 4 შვილით, არც ოჯახური მდგომარეობით და არც სხვა რაიმე დეტალით. მას ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თუ რატომ იბრძოდა და როგორ იბრძოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომ როგორც ის, ასევე ელენე ხოშტარიას თანაპარტიებელები, თანაგუნდელები და თანამოაზრეები მკაფიო ხაზს უსვამენ იმას, რომ არ უნდა კეთდებოდეს აქცენტი მსგავსი ტიპის საკითხებზე. ყველა თანხმდება, რომ ხოშტარიას ყოველი ნაბიჯი, ისევე როგორც მისი თანამოაზრეების არის კარგად გათვლილი და გააზრებული, რომ ელენე ხოშტარიას გამოხატვის ფორმა იყო დემოკრატიული და აბსოლუტურად ჯდებოდა კანონის ფარგლებში, თუმცა რა თქმა უნდა ყველასთვის ირონიული და სასაცილოა, რომ ქართული ოცნება ებრძვის ადამიანებს იმ ბანერის გამო, რომელიც მასზე წარწერის გაკეთებიდან დაახლოებით თვე ნახევარში ჩამოიქცა. ამ საცოდა კალაძეს ინერცით ლოყაყვა რეწვის კიდე და კიდე 100-0 რომ მოუგო ელენემ ავტოგოლები ხო არ გაახსენა. სამარცხვინოები, არც ხვენია, გააჩერო მენა. იმას დამსგავსებია ალეკ პაპოვს. კლოუნი. ეს არის მონობა, იმიტომ რომ რამდენიმე ჩუმად იყო და ხმა მოაღებინეს როგორც ჩანს. ელენეს არც დაუწუწუნებია. ერთი სიტყვა არ უთქვამს 4 შვილზე. თავისი 4 შვილიანად, თავისი ოჯახიანად, თავისი ჩვენიანად და ყველა ნორმალურ ადამიანებიანად ებრძვის ამ კასტას. ელენე ხოშტარიას წელიწად ნახევრით ციხეში გაშვებას გამოეხმაურნენ როგორც ჩვენი სტრატეგიული და დასავლელი პარტნიორები, აგრეთვე არ წყდება ამ თემაზე საუბარი საქართველოშიც, თუმცა ერთი რამ ნამდვილად მკაფიოდ აღნიშნა ყველამ, რომ არავინ უნდა მანიპულირებდეს არავის ოჯახური მდგომარეობით და შვილებით განსაკუთრებით. ელენე ხოშტარიამ თავადაც თქვა, რომ მისი დაპატიმრება არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი და ასევე ამაზრზე არიან მისი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებიც. ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და რომ ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო ქართული ოცნების წინააღმდეგ. მადლობა ხატია სამხარაძე საუბრობდა პირველების ეთერში.